მოდელიდან დიზაინერად და ფეხბურთელიდან პოლიტიკოსად. საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოჯახში კარიერული ცვლილებები მაშინ დაიწყო, როდესაც ანუკი არეშიძემ ბიჭოლასთან ერთად ბრენდის ანუკი ბიჭოლას გაკეთება გადაწყვიტა. მაშინ კახი ჯერ კიდევ სპორტსმენის სტატუსს ატარებდა. დღესდღეობით უკვე მინისტრ მეუღლესთან ერთად ანუკი თბილისში გადმოვიდა და ბიჭოლასთანაც ბიზნესი ორ ქვეყანაზე გაყო. ჩემი და ბიჭოლას ასე ვთქვათ ერთობლივი მუშაობა ეხლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპზე, იმიტომ რომ ჩვენ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ ჩვენი ბრენდი ანუკი ბიჭოლა. ბიჭოლა უკვე გადაცხოვრდა კიევში, იმიტომ რომ ძირითადი საქმიანობა მაინც უფრო კიევს უკავშირდება. იქიდან გამომდინარე რომ მე ჩამოვედი თბილისში და უკვე აქ ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, აქაც გვექნება მაღაზია და კიევშიც ძალიან ლამაზ ადგილას ავიღეთ პატარა მაღაზია. სადაც გაიყიდება ანუკი ბიჭოლას პირველი ხაზი, მეორე ხაზი, ბავშვები და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის და უკრაინის მერე რთულია ქართულ მოკრძალებულ ფეშენ სამყაროზე მორგება, ანუკის გეგმები თბილისთან დაკავშირებითაც აქვს. და გარდა ამისა, უკვე ორი შვილის დედას ოჯახისთვის მეტი დრო რჩება. ჩვენ ტრიალებთ კახას გარშემო, მთელი ოჯახი. პატარა ჯერ ვერ ხვდება, მაგრამ უფროსი აბსოლუტურად. რო ვეკითხებით ხოლმე ის საათ გიჟჩერნია ბუბუკა მილანში, კიევში და თბილისში და სამტრედიაში სოფელში გიჟდება სოფელზე. წელს ყავდა 3 თვით წაყვანილი და გიჟდება იქაურებაზე, რაც ძალიან მიხარია. უფროსი გავს ძალიან მამამის აღმაგობით, ტანფეხით, ყველაფრით, მაგრამ აქტიურობით მე მგონს, იმიტომ რომ მე ვიყავი ძალიან აქტიური ბავშვი. იმზა მივხედავთ, რომ ბევრი ჩემ უცხოელი მეგობარს, მეუღლეები სხვა ქვეყანაში ყავდა, თვითონ სხვა განსხვავებენ, ჩემთვის ეს არის ძალიან მიუღებელი. იმიტომ რომ ოჯახი უნდა იყოს ერთად. აქედან გამომდინარე, უფროსი ბიჭი დადის ბაღში და პატარა ჯერ სახლში, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე დამეტოვებინა ორივე და წავს ვიყავ კიევში. კიევშიც რომ მივიდოდი ხოლმე სულ ყოველთვის მივიდოდი ბავშვებით. თუ კახა კალაძის საფეხბურთო კარიერას და ახლა უკვე პოლიტიკოსის ცხოვრებას ვადევნებთ თვალს, ანუკიმ სასიამოვნოდ გაგვაოცა და თავის პირად ცხოვრებაზე დაგვალაპარაკა. მას ასე როგორია კახა კალაძეს სახლში. იმის და მივხედავთ, რომ 5 წელია ჩვენ ერთად ვართ, ჩვენი ურთიერთობა მაგოვა ღმერთს, რომ არ გაუფერულდა და ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე რაღაცა სიურპრიზებს ერთმანეთში. ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ კახა 24 საათი სახლში არ იყო და ეს მობეზრების მომენტი არ გვქონდა, ხოლმე სულ გვენატრება ერთმანეთი. იმის და მივხედავთ, დღეს ერთად ვართ აქ, მაინც სულ გვენატრება. რომ გვიან მოდის და ადრე მიდის ხოლმე. ცოტა არის რომანტიკული, კი, რომანტიკული ადამიანი არის. ყოფილ მოდელს და სპორტსმენს ორი შვილი, 4 წლის ლევანი და 7 თვის კახა ჰყავთ. ანუკი მისიც გაგვანტო, რომ კახა გადასარევი მამაა და მძიმე სამუშაო დღის მერე პატარებთან თამაშსაც ახერხებს. ძალიან მაგარი მამაა, ყველგან ვიცახი ამას. ძალიან ყურადღებიანია, მოსიყვარულე ბავშვებთან არის ბავშვი. თქვენ ნახოთ ეგ და ბუბუკა როგორ თამაშობენ, ვერ იცნობთ რა ეს კახა კალაძია. ბავშვებთან ატარებ ძალიან დიდ დროს, რაც აქვს შესაძლებლობა გვარად ატარებ დროს და აქედან გამომდინარე ძალიან კარგი მამა და მეუღლე. ჯერჯერობით ანუკის თბილისური გეგმები მხოლოდ მაღაზიის გახსნას უკავშირდება. ჩვენების გაკეთებას კრიტიკოსი ქართველების გამოაჭიანურებს. ასე რომ თუ თბილისში ბრენდის ანუკი ბიჭოლას ჩვენება დაიგეგმება, როგორც თავად დიზაინერი ამბობს, რაიმე საოცარს უნდა ველოდოთ.